რა ხდება მშობიარობის დროს? მშობიარობამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც ორგანიზმს ამ მნიშვნელოვანი მოვლენისათვის ამზადებენ. საშვილოსნოს ყველაზე ქვედა ვიწრო ნაწილი, რომელსაც საშვილოსნოს კელი ეწოდება, უფრო რბილი ხდება და თანდათან სწორდება. როდესაც ბავშვი მზად არის, ის თავად იწყებს მშობიარობას და ჩვენ ვიწყებთ მსუბუქი არარეგულარული ტკივილების შეგრძნებას. შეიძლება გამოვიდეს ლორწოვანი საცობი. ის ბავშვს ინფექციებისგან იცავდა. შეიძლება ამოვიდეს ნაკოფის წყლები, რომლებშიც ბავშვი მთელი ეს დრო იმყოფებოდა. მშობიარობის ეს ეტაპი ლატენტურ ფაზად იწოდება. ის იწყება არარეგულარული ტკივილების დასაწყისიდან და გრძელდება მანამ, სანამ საშვილოსნოს კელი 60 სანტიმეტრამდე არ გაიხსნება. ეს ეტაპი საკმაოდ დიდხანს გრძელდება, 5-დან 7 საათამდე. ჩვეულებრივ, თვითონ ქალისთვისაც არ არის ბოლომდე გასაგები, ეს უკვე მშობიარობაა თუ არა. თუ დედაც და ბავშვიც კარგად არიან, ამ პერიოდში სამშობიაროში ყოფნა აუცილებელი არ არის. როდესაც საშვილოსნოს კელი გასწორდება და გახსნას დაიწყებს, შეგრძნებები ბევრად უფრო ინტენსიური გახდება. ტკივილებს მკაფიო რიტმი ექნება. იწყება მშობიარობის აქტიური ეტაპი, როცა ტკივილები ტალზებად მოდის ერთმანეთის მიყოლებით, ყოველი მომდევნო უფრო ძლიერი და ხანგრძლივია, ხოლო მათ შორის ინტერვალები მცირდება. ჩვეულებრივ, ამ ეტაპზე უკვე აღარ რჩება ეჭვი, რომ ეს ნამდვილად მშობიარობაა. როდესაც საშვილოსნოს კელი სრულად გაიხსნება და ბავშვი მშობიარობის სახლში მოძრაობას დაიწყეს, დგება წევის ეტაპი. ამ მომენტში დედას მოუნდება დაძაბვა. როცა ბავშვი მთლიანად გაივლის საშოს, მისი თავი გამოჩნდება სასქესო ნაპრალში და რამდენიმე წევის შემდეგ უშში გაჩნდება ცეცხლოვანი რგოლის შეგრძნება. ამ დროს ძალიან მოგინდებათ დაძაბვა და ყველაფრის დასრულება. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია მოусმინოთ იმას, რასაც გეტყვით მე ან გინეკოლოგი და ისუნთქოთ ისე, როგორც ის გირჩიოთ. საწყისში დაიბადება ბავშვის თავი, ხოლო შემდეგი დაძაბვისას ის მთლიანად გამოჩნდება ამ სამყაროში. საბოლოოდ არჩევა მხოლოდ პლაცენტის, იმ ორგანოს, რომელზეც ბავშვი იყო მიმაგრებული საშვილოსნოში, დაბადება. და როცა ესეც დასრულდება, შეგიძლიათ ამოისუნთქოთ. მშობიარობა დასრულებულია.